აჭარაში ხურმის კრეფა და რეალიზაცია მიმდინარეობს, თუმცა როგორც ამბობენ, გასულ წელთან შედარებით მოსავალი ნაკლებია. ექსპორტი ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში ხორციელდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნიდან უკვე გატანილია 1385 ტონა პროდუქტი. სავაჭრო სამრეწველო პალატაში კი აცხადებენ, რომ სერტიფიკატი 1.800.000 კილოგრამი ხურმის გატანაზე გაიცა. დაბამახინჯაურში მცხოვრებმა ჯამალ დიასამიძემ წელს 3 ტონამდე ხურმის ნაყოფი მოკრიფა. ფერმერს მოსავალი გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ჰქონდა. ჯამალ დიასამიძე ამბობს, რომ წელს მას ხურმის გასაღება არ გასჭირვებია და ფასსაც მისაღებად მიიჩნევს. მას 1 კილოგრამ ხილში 60 თეთრი გადაუხადეს. წელს საშუალო მოსავალი იყო. შაშტაშანთან შედარებით თითქმის ნახევარი. ფასი საკმაოდ კარგი იყო, სტუდენტებთან შედარებით კარგი იყო 60 თეთრამდის. ასე უდანაკარგოთ, რაც იყო ის მოიგრიფა და გაიყიდა. და ყოველთვის ძნელია კლიენტის ნახვა, საერთოდ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხურმის ექსპორტმა 1385 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. იოსებ აბულაძის თქმით, შარშან უკრაინასა და მოლდავეთში 6000 ტონა ხურმის ექსპორტი მოხდა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დარგის განვითარებისათვის სამინისტრო სამომავლოდ შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირის დამამზადებელი საწარმოს გახსნას გეგმავს. ასევე სამინისტრო ფერმერებს ხურმის ნერგებით ეტაპობრივად ამარაგებს. ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო 50-60 თეთრი. რაც შეეხება იმას აკულტურის განვითარებისათვის სამინისტრო აღონისძიებებს ატარებს, მოიხსენებათ ჩვენ ქონდა გასულ წელს და იმაზე ადრე მომავალში შეიძლება დაიგეგმოს, თუმცა ჯერ არ არის განსაზღვრული. მივაწოდებთ ენერგიებს, იგეგმება გადამუშავებული საწარმოების მშენებლობა, სადაც მოხდება ხილის შრობა, გაჭირვა. ეს ჩვეულებრივად მე მგონი გარკვეული ხელშეწყობა თითქმის მოსახლეობაზე. აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, სადაც საქონლის სერტიფიცირება და ექსპერტიზა ხდება, აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ხურმის ექსპორტიორების დროს შეფერხებები არ დაფიქსირებულა. პალატის ინფორმაციით, რუსეთში პროდუქციის 40, ხოლო უკრაინაში 60% გავიდა. სერტიფიცირების სამსახურის უფროსის ლაშა ბოლქვაძის განმარტებით, წელს ექსპორტზე 1.800.000 კილოგრამი ხურმა გავიდა. ძირითადად ექსპორტი გადის უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. მოლდავეთში არის რამოდენიმე ძალიან ცოტა რაოდენობით გასული. დღის მდგომარეობით ცოტათი ნაკლები არის გასული, მაგრამ შეიძლება ხვალზე იმდენი შემოვიდეს მოთხოვნა, რომ უკვე გაუთანაბრდეს შარშან და წელს. წელს ბაზარზე 1 კილოგრამი ხურმის ფასი 50-დან 60 თეთრამდე მერყეობდა. მოსავალის საექსპორტოდ 13 კომპანიამ გაიტანა.